სოფელ სხვილისში 2, 34 და 21 საარჩევნო უბნები იყო გახსნილი. 34 სხვილისის საარჩევნო უბანში ზემო სხვილისისა და ივლიტის სოფლებია გაერთიანებული. აქ 459 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. აქედან 12 ხმას გადასატანი ყუთის საშუალებით აძლევდა. უბანზე ერთი საჩივარი სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელმა არასწორად ჩატარებული მარკირების პროცესის გამო დაწერა. ძირითადად ვითარება ძალიან მშვიდია. თვითონ კენჭისყრის ოთახი პასუხობს აბსოლუტურად ყველა სტანდარტს, რასაც ითვალისწინებს საარჩევნო კოდექსი და გამართულად მუშაობს საარჩევნო კომისია. კარგი, განწყობა ძალიან კარგი. უნდა შეიცვალოს აუცილებლად. უნდა შეიცვალოს. მშვიდობას, ერთიანობას, რა თქმა უნდა, თავისუფლებას. Andruțunerea înthanumen իրենցունով ոչ մի ճնշում չկա, ամեն ինչ նորմալ է։ Իսկ ինչ վերաբերվում է ընդրության մասին, իհարկե ես ինքս մանկավարժ եմ, տարիների փորձ ունեմ, գոհ եմ կառավարությունից, աշխատում եմ նրա շահերը պահել եւ ոչ մի բացասական բան չունենք ասելու։ Մենք ինքներս կառավարության կողմն ենք, երազում ենք այդ պարտիայի իրականացման, ընդրության եւ դեպի լավին, դեպի առաջ, դեպի խաղաղություն եւ Վրաստանի բարգավաճում։ ამავე სოფელში კიდევ ერთი 21 უბანი იყო გახსნილი, სადაც ერთიან სიაში 1050 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. აქედან გადასატან ყუთზე ხმა 33-მა მათგანმა მისცა. ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას ენობრივი ბარიერის გამო საშუალება ჰქონდა ორენოვანი ბიულეტენებით ესარგებლა. უბანზე ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტს, თუმცა საბოლოოდ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელმა საჩივარი ვერ დაწერა. ნორმალური აქტივობა წყნარად მშვიდად ექსცესების გარეშე სახან მოსახლეობა სამხურენოვანია, ორ ენაზეა დაბეჭდილი, ისე რომ ბარიერები ნაკლებად. დილას ჩვეულებრივად არანაირად ნორმალურად იყო ყველა წევრი ადგილზე. გადასატან ყუთზე ნაციონალმა არ ისურვა და წასულები არიან ერთი ოლქის წარმომადგენელი, მეორე პარტიებიდან დანიშნული. სხვილისის ორივე უბანში საარჩევნო დღე მშვიდად მასშტაბური დარღვევების გარეშე ჩაიარა. დღის ბოლოს ამომრჩევლის საშუალო აქტივობა დაფიქსირდა.